ჩვენ დავბრუნდით ჩვენს ახალ სტუმრებთან ერთად, ჩვენი სტუმრები არიან ქალბატონი მაია ბუწაშვილი, ექიმი ინფექციონისტი და მეცნიერებათა დოქტორი და ბატონი არჩილ თალაკვაძე, სასჯელ აღსრულების მინისტრის მოადგილე. დიდი მადლობა პირველ რიგში და მოდი გადავიდეთ და მაყურებელს გავახსენოთ, რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობდით შიდსით, დავიწყეთ აი ინფექციით და შემდეგი ნაწილი ალბათ C ჰეპატიტი. უფრო აქტუალური თემაა და უფრო მწვავე, როგორც ბატონმა თენგიზმაც აღნიშნა, რომ შიდსის ხრივ ნაკლები შემთხვევა ვთქვათ, მაგრამ რაც შეეხება C ჰეპატიტს არის ყოველ მე-14 ადამიანი არის ამ ინფექციის მატარებელი. რამდენად 200,000 ეს რიცხვი. ეს ჩუმი მკვლელი რაც ეძახიან ამ C ჰეპატიტს. რამდენად საგანგაშო ვითარებაა ამ კუთხით საქართველოში? სამწუხაროდ საქართველო არის C ჰეპატიტის გავრცელების მხრივ ერთ-ერთი ლიდერი, ცუდი გაგებით ლიდერი ქვეყანა მსოფლიოში, ჩამორჩება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას გავრცელებით. ბოლო კვლევა უკვე კარგად წინ ჩატარდა და თქვა ზუსტი ციფრებზე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ ესეთი სავარაუდო ციფრი 5-7%-ია მოსახლეობაში გავრცელება, რაც ძალიან მაღალია. ჩვენ გვისწრებს მხოლოდ აზიის რამდენიმე ქვეყანა, მაგალითად ეგვიპტეშია ჩვენზე უფრო მაღალი. ამიტომ შესაბამისად, რა თქმა უნდა, საგანგაშო ვითარებაა C ჰეპატიტის მხრივ და ამ საგანგაშო ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ადამიანთა დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ეს დაავადება აქვს, იმიტომ რომ სიმპტომები პრაქტიკულად დიდხანს არ აქვს და შეუმჩნეველი რჩება მოსახლეობის დიდი ნაწილის. ნუ სხვა დაავადებებით ინიღბება, ხო? C ჰეპატიტი და ვლინდება რაღაც სხვადასხვა დაავადებით. და თვითონ გამოვლენაც, ანუ შესაძლებელია ხომ, რომ აი 200,000-დან თქვათ, ნახევარმა არც იცოდეს, რომ ის C ჰეპატიტის. და გარკვეულწილად შეიძლება ესეც იყოს მიზეზი იმ დიდი რიცხობრივი რაოდენობის, ხო? რაც თქვენ ბრძანეთ. დიახ, 200,000 იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ეს ადამიანი გამოკვლეული იქნა და ყველა მიცის თავისი სტატუსი, თავისთავად ცხადია, ეს არის შეფასებული ციფრი. ამიტომ რა თქმა უნდა, მათ შორის ბევრმა არ იცის, რომ ეს ინფექცია აქვს. შესაბამისად, როდესაც ადამიანმა არ იცის დაავადების შესახებ, ის ვერც დაიცავს გარშემო მყოფებს, პრევენცია ვერ მოხდება. მაგრამ ზოგადად პრევენცია შედარებით მარტივია და თუ ყველა დაიცავს, განსაკუთრებით სამედიცინო დაწესებულებები თუ დაიცავენ იმ წესებს, რომ ეს დაავადება არ გავრცელდეს, რა თქმა უნდა, გავრცელება ბევრად უფრო ნელი იქნება. მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ და ვთქვათ, რა არის საერთოდ C ჰეპატიტი? ჯგუფები და როგორ შეიძლება ვთქვათ, სტომატოლოგიური იგივე თქვათ, სად უნდა ვიყოთ ხილვა და სილამაზის სალონები, სადაც შესაძლებელია რომ ჩვენ C ჰეპატიტი დაგვიმართოს ხო? დიახ, თუ არ არის ეს პროფესიონალური მიდგომა. მართალი. C ჰეპატიტის გადაცემის წამყვანი გზა არის სისხლის გზით გადაცემა. ანუ აქ შედის რამდენიმე რაღაც, ანუ პირველ რიგში რა თქმა უნდა ყველაზე მძიმე შემთხვევაა, როდესაც შეუმოწმებელი სისხლის გადასმა ხდება საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევები უკიდურესად იშვიათია უკვე, იმიტომ რომ არსებობს ეგრეთ წოდებული სისხლის პროგრამა, რომლითაც ყველა დონორის შემოწმება ხდება C ჰეპატიტზე. თუმცა იცით, მე წავიკითხე, რომ ვისაც 90-იან წლებამდე აქვს სისხლი გადასხმული, დიდი შანსია, რომ იყოს C ჰეპატიტის მატარებელი, იმიტომ რომ უსაფრთხო სისხლი ეს პროგრამა გაჩნდა მხოლოდ რაღაც 92 წელს. თვითონ C ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენის ისტორია ძალიან მოკლეა, ანუ 90-იან წლებიდან ვიცით ამ დაავადების შესახებ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დონორების C ჰეპატიტზე შემოწმება მანამდე არ ხდებოდა. ამიტომ ეს საერთაშორისო წესებით აღიარებული რისკ ჯგუფია, მარტო საქართველოსთვის არა. ყველა ვისაც მაშინ გადაესხა სისხლი. რა თქმა უნდა, სადღეისოთაც იშვიათად არსებობს სისხლის გზით გადაცემის შემთხვევები, თუნდაც იმიტომ, რომ შეიძლება დონორს ჰქონდეს ეგრეთ წოდებული ფანჯრის პერიოდი, როდესაც ჯერ ლაბორატორიული გამოკვლევით არ გამოჩნდეს, ამიტომ მაქსიმალურად მოწოდებაა, რომ სისხლის გადასხმა მოხდეს მხოლოდ უკიდურესად აუცილებელ შემთხვევებში. მეორე გზა ეს არის დაბინძურებული ნემსით და შპრიცით გადაცემა, შესაბამისად ინექციურ ნარკომანებში მაღალია რისკი. და მესამე გზა ძალიან სამწუხაროა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში ჯერ კიდევ არსებობს ამის რისკი. ამაში შედის, რა თქმა უნდა, სტომატოლოგიური კლინიკებიც, რა თქვენ კითხეთ, და იგივე მექანიზმით სალონებიც. ვინაიდან მაინც სალონებშიც არის რისკი სისხლთან კონტაქტის და თუ კეთილსინდისიერად არ იქნა დეზინფიცირებული ხელსაწყოები, რისკი არსებობს. და გარდა ამისა, ანუ პრობლემა არის ასევე მკურნალობასთან დაკავშირებით, ხომ, როგორც ვიცი, ძალიან სერიოზულ და ძალიან ისეთ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ანუ აღმოჩენის შემთხვევაში ყველას არ აქვს საშუალება, რომ იმკურნალოს. და მხოლოდ 1% მკურნალობს, მე როგორც ვიცი, საქართველოში. დიახ, პროექტებზე რომ ყველას არ ჭირდება საბედნიეროდ მკურნალობა. როდესაც C ჰეპატიტის ვირუსი შეიჭრება ორგანიზმში,
წინა ბლოკში შიდზე იყო ლაპარაკი და იქ ითქვა, რომ ის არასოდეს არ ტოვებს ორგანიზმს. შიდსისგან განსხვავებით, საბედნიეროდ C-ჰეპატიტის მქონეთა 20-25%-ში სრული გამოჯანმრთელება ხდება მკურნალობის გარეშეც. ანუ ეს ხალხი არ საჭიროებს მკურნალობას. დანარჩენი, რა თქმა უნდა, 85%, 80-იც ძალიან ბევრია, ვის ორგანიზმშიც დარჩება C-ჰეპატიტის ვირუსი და გამოიწვევს ეგრეთ წოდებულ ქრონიკულ ინფექციას. მათ შორისაც ერთ ნაწილს აქვს ისეთი ფორმის დაავადება, როდესაც მკურნალობას არ საჭიროებს და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს უბრალოდ ასეთი ადამიანი. მაგრამ მაინც ძალიან ბევრია იმ ადამიანთა რიცხვი, რა თქმა უნდა, რომელსაც ნამდვილად ჭირდება მკურნალობა. ამის რაღაც კრიტერიუმები არსებობს, რომელთაც ექიმი აფასებს, რომ უკვე საჭიროება დადგა მკურნალობის და ამათ შორის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს შეუძლია, რომ იყიდოს პრეპარატი, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია დღეის მდგომარეობით. კეთილი, ამ თემას განვრცოთ, ბატონი არჩილის თემას მივუახლოვდით. დაიწყო ციხეებში ეს პროგრამა, სადაც მოდი ასე ვთქვათ, უხეშად უფასოდ მკურნალობენ ადამიანებს, ვინც არის ძალიან მწვავე მდგომარეობა აქვს და 2 წელიწადზე მეტი აქვს მიშილი, ხომ? დაახლოებით ესე. მოგესალმებით, ვეცდები ძალიან მოკლედ მოგიყვეთ ამ პროგრამის შესახებ. წელს პირველად საქართველოს როგორც სახელმწიფომ პრემიერ-მინისტრზე მთავრობის მხარდაჭერით დაიწყო საჯელახსოვრების სისტემაში C-ჰეპატიტის პროგრამა, რაც ნიშნავს, რომ 1 წლის განმავლობაში 12,000 ადამიანი გაივლის გამოკვლევას, ეს არის პრაქტიკულად 100%-იანი დაფარვა, რაც ნიშნავს, რომ 5,000 ადამიანი გაიკეთებს ვაქცინაციას B-ჰეპატიტზე, 3,000 ადამიანს გაუკეთდება ჩაღმავებული გამოკვლევები, რომ ისინი მოემზადონ მკურნალობისთვის და შემდეგი 2 წლის განმავლობაში, ანუ წელს და მომავალ წელს მინიმუმ 1000 პაციენტი გაივლის ამ მკურნალობას. ვიცი, რომ ასე თქვა, დროში შეზღუდული ვართ, მაგრამ ძალიან მოკლედ ხაზს გავუსვამ რას, რომ ამ პროგრამის დაწყებით საქართველოს როგორც სახელმწიფო გამოვიდა თავის მართლების რეჟიმიდან, როგორც საერთაშორისო სასამართლოში, ევროპის, ასევე ადგილობრივ სასამართლოებში, მიტინგებზე, თქვა პირდაპირ მოქალაქეებთან საუბრისას, იმიტომ რომ აქამდე სახელმწიფო არ აფინანსებდა ამ მკურნალობას და ხელმისაწვდომობა მკურნალობაზე იყო ძალიან დაბალი იმის გამოც, რაც თქვენ თქვით, რომ მკურნალობის ფასი თითქმის $11,000-ია დღემდე. მკურნალობის დაწყება საჯელახსოვრების სისტემაში გააჩინა ქალაქში ანეკდოტი, რომ თუ გინდათ მკურნალობა, უნდა მოხდეთ ციხეში. მე ვიტყოდი, რომ ეს არის მართლაც ანეკდოტი, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი ციხეში მოხვედრა არ ნიშნავს, რომ თქვენ ავტომატურად ამ პროგრამაში ჩაჯდებით და მეორეს მხრივ საქართველოს მთავრობამ ეს პროგრამა დაგეგმა ისე, რომ 1000 პაციენტის გარდა ციხეში იმ ფასდაკლებას მკურნალობაზე, რომელიც ჩვენ წელს გვექნება და ეს არის დაახლოებით მკურნალობის ფასის შემცირება $11,000-დან $2,500-მდე, ამ ფასდაკლებას მიიღებს ქალაქში კიდევ 10,000 მოქალაქე, რაც ანუ არჩილდოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მოდელი, რომელიც სახელმწიფომ შემდეგ უნდა გადმოიტანოს. დიახ, სახელმწიფო ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ანალოგიური პროგრამის ინიცირებაზე სამოქალაქო სექტორში, მაგრამ სანამ ის პროგრამა დაიწყება, სავარაუდოდ მომავალ წელს, მანამდე პაციენტები რომ არ დაზარალდნენ და მათ შეძლონ ამ მკურნალობის ყიდვა გარეთ, მათ ექნებათ ძალიან სერიოზული ფასდაკლება და ჩემი აზრით 200,000 მხოლოდ 10,000, მაგრამ 10,000 არის პრაქტიკულად იმაზე მეტი, რაც შეიძლება მკურნალობაში ჩაერთოს ამ 2 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ციფრებში გეტყვით, წელიწადში დაახლოებით 200 ადამიანი ახერხებდა აქამდე მთელ საქართველოში მკურნალობას და 200-სა და 10,000 შორის არის ძალიან დიდი განსხვავება და მე პირადად მეეჭვება, რომ 10,000-ვე პაციენტმა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, ამიტომ ანუ შერჩევა მოხდება სიმწვავის მიხედვით, ვისაც უფრო მეტად სჭირდება. ვისაც ექნება დიაგნოზი, შეიძლება რომ იყიდოს ეს მკურნალობა ფასდაკლებით. თუ იქნება 10,000-ზე მეტი მომართვიანობა, მაშინ რა თქმა უნდა მთავრობა შეიკრიბება და მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, მაგრამ მე მეეჭვება, რომ წელიწადში 200 ადამიანიდან წელიწადში 10,000-ზე მეც გადააჭარბოს მომართვიანობამ, მის თუ მეტეს, როდესაც მომავალ წელს უკვე სახელმწიფო ისედაც აპირებს სამოქალაქო სექტორში ამ პროგრამის დაწყებას. რაც შეეხება საჯელახსოვრების ალბათონმა უკაცრავად ჩაგეჭრებით. ანუ ის მომენტი, რომ ის 10,000 ადამიანმა შეიძლება არ მოგმართოს, ანუ 200-დან 10,000-ზე ვერ ხდება. ხო არ არის იმის შედეგი, რომ ნაკლებად ინფორმირებულია საზოგადოება C-ჰეპატიტთან დაკავშირებით, ანუ იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც მოყვება ამას.
აქ ორ სხვადასხვა რაღაცაზე ლაპარაკი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბევრმა ადამიანმა არ იცის საერთოდ რა არის C ჰეპატიტი და პირველად, როდესაც აღმოაჩნდებათ ხოლმე სიმპტომები არ აქვს და ყველა როგორც წესი ძალიან გაკვირვებულია და რაღაც უცნაური ტერმინი შემორჩა. ბოდკინი არ მაქვს ამბობენ, ამას არავითარ საერთო არ აქვს და სიყვითლე არ მქონია. სინამდვილეში C ჰეპატიტიანთა უმრავლესობას არ აქვს ეს ეგრეთ წოდებული სიყვითლე და სრულიად უსიმპტომოდ მიდის. ამიტომ ბატონო, აქ ვიჩაგერთვებით, აი B ჰეპატიტი ახსენა ბატონმა არჩილმა, აი მათ შორის განსხვავება რა არის A და B ჰეპატიტსა და C შორის? A ჰეპატიტი სრულიად სხვა ინფექციაა. დიახ, ანუ ეს არის ყველაზე მარტივი ჰეპატიტებს შორის იმ თვალსაზრისით, რომ მართალია სიმპტომებს იწვევს სიყვითლეს და ადამიანი ცუდად არის, მაგრამ გარანტირებულად მორჩება ჰეპატიტიანი, ანუ მის ორგანიზმში ვირუსი არ გააგრძელებს ცხოვრებას და დატოვებს. ფაქტიურად შეგვიძლია გრიპ შევადაროთ. ყველა ვარიანტში ვიცით, რომ გამოჯანმრთელდება. რაც შეეხება B ჰეპატიტს და C ჰეპატიტს, აქ სხვანაირად გვაქვს საქმე, მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები უფრო დუნეა და თითქმის არ არის, ასგან განსხვავებით. პრობლემა ის არის, რომ ამ ხალხის სისხლში ვირუსი შეიძლება დარჩეს და გამოიწვიოს ქრონიკული დაავადება. B ჰეპატიტი და C ჰეპატიტი თუ ქრონიკული ფორმა შეიძინა, ორივე ერთნაირად პრობლემურია, მაგრამ B ჰეპატიტიანები უფრო ნაკლებად არიან ქრონიკულად ინფიცირებულები, მეტია იქ თვითგანკურნების ხარისხი, ვიდრე C ჰეპატიტიანებში. ეს არის ძირითადი განსხვავება. და გავაგრძელებ ისე თქვენთან რაზეც ვსაუბრობდი, ანუ პირველი პრობლემა ეს არის, რა თქმა უნდა, დაბალი ინფორმირებულობა, მაგრამ მეორე მიზეზი, რატომაც ბატონი არჩილი ამბობს, რომ 10,000-ზე მეტი არ იქნება, არის ის, რომ ჯერ ერთი ამ 200,000-ზე წეღანას თქვი, ბევრს არ ჭირდება საერთოდ მკურნალობა და C ჰეპატიტის ქონა არ ნიშნავს, რომ მკურნალობა გჭირდება. მეორეც ეს ჯერ არ არის მაინც უფასო და გარკვეული ბარიერი ზოგიერთისთვის მაინც იქნება, თუმცა ბევრჯერ უფრო დაკლებული ფასია თავისთავად ცხადია. ამიტომ ეს 10,000 პაციენტის დოზა არის ძალიან კარგი ციფრი დამერწმუნეთ და ძალიან დიდი შვება და შეღავათი იმათთვის, ვინც წლების მანძილზე ელოდებოდა ფასდაკლებას. გენეტიკურ უკაცრავად და ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა, რომ ეს ფასის ესეთი შემცირება არის სწორედ იმის დამსახურება, რომ საქართველოს მიიღო ძალიან გაბედული და თამამი გადაწყვეტილება, რომ ეს პროგრამა დაეწყო საჯარო ასულების სისტემაში და ალბათ არ ვიქნები, ესე ვთქვათ, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ამ პროგრამის დაწყებით ჩვენი სახელმწიფო უკვე წელგამართული დგება ევროპის იმ სახელმწიფოების რიგში, რომელთაც ეს მკურნალობა უკვე აქვთ. ეს არის ერთის მხრივ ძალიან დიდი მიღწევა და მეორეს მხრივ ამას აქვს, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების კუთხით დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ევროპის ოჯახში ვერც ერთი სახელმწიფო ვერ შევა, რომელსაც ერთ დანაშაულზე აქვს ორი სასჯელი და ამ შემთხვევაში, როდესაც C ინფიცირებული ადამიანი ხვდებოდა ციხეში, იმის გარდა რომ ის ისჯებოდა თავისუფლების აკვეთით, ასევე ის ისჯებოდა იმითაც, რომ მას სახელმწიფო მკურნალობას არ აწვდიდა და ეს იყო სწორედ ორმაგი სასჯელი. დღეს ეს ორმაგი სასჯელი აღარ არსებობს და ქვეყანა ამ კუთხით გამოვიდა, ესე ვთქვათ, იმ ძალიან ცუდი და არასახარბიელო მდგომარეობიდან, როდესაც ჩვენ ვაგებდით საქმეებს ევროსასამართლოში, გვიკვდებოდა ასეულობით პატიმარი ციხეებში და როდესაც მკურნალობა იყო, ესე ვთქვათ, ოცნება, დღეს ეს ოცნება არის შესრულებული და 1000 ადამიანი ციხეში და 10,000 ადამიანი სამოქალაქო სექტორში მიიღებს ამ მკურნალობას. ძალიან კარგი. ძალიან საინტერესოა ასევე გენეტიკური შესწავლა C ჰეპატიტისა. რამდენად არის გენეტიკურად შანსი იმისა, რომ წინასწარი განწყობა ქონდეს ადამიანს? ძალიან საინტერესო კითხვაა. რამდენიმე ინფექციურ დაავადებაზე მიდის კვლევა, განსაკუთრებით შიდზე უფრო მეტი კვლევა უკვე ჩატარდა. ანუ ლაპარაკი იმაზეა, რომ არის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც აქვს გენეტიკური წინასწარ-განწყობა იმისა, რომ C ჰეპატიტი მის ორგანიზმში ქრონიკული გახდეს, ან თვითგამოჯანმრთელება დადგეს. ასევე განსხვავდებიან გენეტიკურად ადამიანები, როგორ მოერევიან დაავადების პროგრესირებას. მოხდება თუ არა მათში მძიმე პროგრესი, თუ შედარებით სტაბილურები იქნებიან. ანუ ეს არ აღმოჩნდა მხოლოდ რაღაც შემთხვევითი მოვლენა ამ ვირუსზე დამოკიდებული ადამიანის ორგანიზმზე და მის გენეტიკურ წინასწარ-განწყობაზე ბევრია დამოკიდებული. როგორც გითხარით, შიდზე ამ მხრივ ძალიან ბევრი კვლევა უკვე ჩატარებული, საქართველოში ჩატარდა. C ჰეპატიტზე საქართველოში შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა განათლების სამინისტროს ქვეშ რომ არის ფონდი, მე ზუსტად იმ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოვადგენ, რომელმაც მიიღო ეს დაფინანსება და ეხლახანს დავიწყეთ ეს პროექტი და ძალიან გვაინტერესებს, როგორი იქნება ქართველებში ეს გენეტიკური კვლევები, ანუ როგორია წინასწარ-განწყობა C ჰეპატიტის ქრონიკულ ინფექციად ჩამოყალიბებისა. და კიდევ რა პროექტები აქვთ თქვენს არასამთავრობო ორგანიზაციას, ამ ჯანმრთელობის კვლევის ცენტრ კავშირს უბრალოდ?
დიახ, ჩვენი ორგანიზაცია ძირითადად ორიენტირებულია ინფექციურ დაავადებებზე და მეორე დიდი სფერო არის განათლება. ერთი ყველაზე დიდი პროექტი არის ასევე საქართველოში რომ შეიქმნას ისეთი სტრუქტურა, რომელიც მოლეკულურ რეაქტივებს ადგილზე დაამზადებს, ანუ შესყიდვა არ მოხდეს და იქნება ერთ დღეს თქვა საქართველოშიც გაიაფთეს ძალიან სერიოზულად კვლევები და ეს პროექტი დაფინანსდა 2012 წელს ამერიკის სამოქალაქო განვითარების და რუსთაველის ფონდის ერთობლივი დაფინანსებით და ახლა მიმდინარეობს. და კიდევ ბევრი სხვა კვლევები ამაზე აღარ შეგაწყენთ დეტალებში, მაგრამ აქ ძირითადი ხაზი ის არის, რომ საქართველოშიც თქვა მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები ამ ვირუსული ინფექციების თვალსაზრისით და ისე არ არის, რომ ჩვენ მარტო ველოდებით რას მოგვაწოდებენ მზად მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები. პატარა წვლილს ჩვენ ვცდილობთ, რომ შევიტანოთ. ქალბატონო, მე მაინტერესებს, გადასარევი პროგრამაა, ბატონო არჩილეს ციხის პროგრამა, მაგრამ პრევენციისთვის რა კეთდება? თქვათ არის თუ არა სახელმწიფო კონტროლი, იგივე თქვათ აი სტომატოლოგიური კლინიკების, აი სალონების, ანუ და ასე შემდეგ, ანუ რა შეიძლება გავაკეთოთ პრევენციისთვის, რომ არ დაგვემართოს ჰეპატიტი. თქვენ დაიწყეთ ქალბატონო მაია და მე ბატონი არჩილე. საერთოდ მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ ძირითადად ეს არის ადამიანების კეთილსინდისიერებაზე დამოკიდებული. რაც არ უნდა კონტროლი და გარანტიას ვერ გაძლევს. მესმის, მაგრამ აი ყველა ისეთ ქვეყნებშიც კი სადაც არის მაქსიმალური კონტროლი. კონტროლი ერთ დღეს ერთ მომენტში თვალს მიეფარება და ყოველთვის შეიძლება შეინიღბო და თუ არ არის ჩამჯდარი ეს, თქვათ, სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტის და თითოეული ექთნის, ექიმის თუ საინტრის ასე ვთქვათ, ის ხორცეულად გამჯდარი, რომ უნდა აუცილებლად ყველაფერი ისე გააკეთოს, რომ არ დააინფიციროს მისი, ვთქვათ, კლიენტი თუ პაციენტი, ვერც ერთი კონტროლი ამას ბოლომდე ვერ აღგვის, იმიტომ რომ ეს არის მთავარი. თუ თვითონ სამედიცინო პერსონალის ბოლომდე განათლებაც არ მოხდა და რაღაცნაირად გაცნობიერება მათ მიერ, კონტროლი ამას ბოლომდე ვერ უშველის, რა თქმა უნდა. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან კონტროლს, ცოტა ეს გოლი, რა თქმა უნდა, სუსტია. წლების მანძილზე ბევრი, ვთქვათ, სხვადასხვა სტრუქტურა ცდილობდა ამას, მაგრამ მაინც რაც ვთქვათ, ადამიანებს უნდათ, რომ ბოლომდე ძალიან გაკონტროლებულს ხედავდნენ, ესე არ ხდება. თუმცა ბევრი ნაბიჯები იდგმება, ეხა ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ინფექციური კონტროლის პროგრამა ქვია, ზოგადად ხოლმე ასეთ პროგრამებს, რომლითაც უფრო მეტად გამკაცრდება, ვთქვათ, სამედიცინო დაწესებულებებში დეზინფექციის, სტერილიზაციის და ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების წესების დაცვის მომენტები. თვითონმა ჩვენთაგანმა რა უნდა იცოდეს უსაფრთხოების თვალსაზრისით, არ ვიცი. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, რომ ანუ შეგვიძლია ჩვენც რაღაცნაირად დავიზღვიოთ თავი, ანუ საზოგადოებაც არ არის კარგად ინფორმირებული, მე მგონი ამ ხრივად. დიახ, პირველ რიგში ბავშვობიდან უნდა ყველას გაცნობიერებული ქონდეს, რომ არსებობს ასეთი ინფექცია და მოერიდოს ოდნავ მაინც საეჭო, ვთქვათ, რაღაც ინსტრუმენტს, ნემს თუ ასე შემდეგ, რომელზეც ოდნავ მაინც არსებობს რისკი, რომ არის დაბინძურებული. თუნდაც აი რაღაც ძალიან ელემენტარულს ვიტყვი და ბევრ პაციენტს წინს ხოლმე, როცა ვეკითხები, მაგრამ ასეთ შემთხვევებში ოჯახებში არის, მაგალითად ერთი და იგივე საპარსით ერთ და იგივე საპარსის ხმარება ოჯახის წევრებს, მეგობრებს შორის. ეს არის ძალიან სარისკო მოქმედება და ადამიანს გამჯდარი უნდა ქონდეს, რომ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელზეც პოტენციურად სხვა ადამიანის რაიმე ბიოლოგიური სითხე შეიძლება იყოს მოხვედრილი, არის საშიში და ყველას უნდა ქონდეს თავისი ნივთები და ჰიგიენურად მაქსიმალურად უნდა იყოს. თუმცა ეს არ ეხება ჭიქას და არა, რა თქმა უნდა. ანუ არის ესეთი შეხედულება, რომ ეს სამწუხაროა. ძალიან ცუდი. და პაციენტების დისკრიმინაციას იწვევს. ცალსახად ესე არ არის. აქ ლაპარაკია იმ ინსტრუმენტებზე, რომელზეც შეიძლება მოხდეს სხვა ადამიანის სისხლი. და ეს არ უნდა გამოვიყენოთ. მეორე, ისევ და ისევ უბრუნდები, ვთქვათ, სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც მაქსიმალურად უნდა იყოს სიფრთხილე დაცული და მესამე, რაც მთავარია, ყველაზე დიდი პრობლემა, ეს არის ინექციური ნარკოტიკების მოხმარება არასტერილური ინსტრუმენტებით, რაც კატეგორიულად, ვთქვათ, დაუშვებელია. კეთილი ბოლოსკენ, ანუ მინდა გკითხოთ, სად შეიძლება, ვთქვათ, დიაგნოზი დაგვისვან. სად შეიძლება გამოვიკვლევოთ, გვაქვს თუ არა C-ჰეპატიტი. C-ჰეპატიტზე პირველადი გამოკვლევა, ანუ საერთოდ ადამიანის ორგანიზმში C-ჰეპატიტის ვირუსი ყოფილა თუ არა, ასე ვთქვათ, პირველადი ტესტი ძალიან ბევრ სამედიცინო დაწესებულებაში პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ნებისმიერში შეიძლება ჩაიტაროთ. ამის შემდეგ უკვე, როდესაც ვთქვათ, თუ ადამიანს ეტყვიან, რომ მას აქვს C-ჰეპატიტი, ეს არ ნიშნავს, რომ ამ წუთში მას აქვს
კონკრეტულად გამრავლებადი ვირუსი. როგორც გითხარით, ამ ადამიანთა შორის 25%-ს უკვე აღარ აქვს თვითგანკურნებულია, მერე უკვე ხდება მოლეკულური დიაგნოსტიკა, უფრო გაღრმავებული კვლევები და თქვათ თბილისის რამდენიმე სამედიცინო-დაწესებულებაში 3-4 ასეთი შეიძლება უკვე ამის მიმართვა უკვე მოხდება იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც დაისმება პირველადი დიაგნოზი, მიმართვა იქ, სადაც უკვე მოლეკულური დიაგნოსტიკა მოხდება გაღრმავებული გამოკვლევები. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მაია, ბატონი არჩილი ჩვენთან ერთად დარჩება და კიდევ ორი ახალი სტუმარი შემოგვემატება და მათთან ერთად გავაგრძელებთ თემაზე საუბარს.